გამარჯობა, ეთერშია ქრონიკა 11 საათზე გიორგი აბაზაძე გაგაცნობთ ახალ ამბებს. 32 წელი სოხუმის დაცემიდან სახელმწიფო შენობებზე დროშები დაშვებულია. საქართველოს პრეზიდენტი დონალდ ტრამპისა და მისი მეუღლის სახელით გამართულ ვახშამს დაესწრო. რამდენიმე წუთში შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი უნდა გაიმართოს, რომელსაც დაწყებისთანავე პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ. სოხუმის დაცემიდან 32 წელი გავიდა. სამშობლოს ერთიანობისთვის დაღუპული მებრძოლების ხსოვნის პატივსაცემად გვირების მემორიალი გვირგვინით შეამკეს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებმა. ამ წუთებში კი კომენტარს აკეთებს პრემიერ-მინისტრი მედიასთან, რომელსაც პირდაპირ ეთერში გთავაზობთ. ჩვენ დღეს პატივს მივაგებთ აფხაზეთში დაღუპულ გმირებს, ვიხსენებთ აფხაზეთის ტრაგედიას. რა თქმა უნდა, ეს ხო ტრაგიკული მოვლენები, ამასთან ერთად ეს დღე შეგვახსენებს ჩვენ მრავალი ქართველის გმირობას, ასევე შეგვახსენებს ჩვენს პასუხისმგებლობას იზრუნოთ იმ მიზნის აღსრულებაზე, რასაც შეეწირნენ ჩვენი გმირები, ეს არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მშვიდობიანი გზით. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა ჩვენი გმირების წინაშე. საფრანგეთში დარეგისტრირებული რეზოლუციასთან დაკავშირებით გითხავთ, საუბარია 6 დეპუტატზე, სადაც საუბარია ასევე პოლიტიკურ საქართველოში პოლიტიკურ მდგომარეობაზე და მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მაგალითად მოყვანილი. როგორ შეაფასებთ ამას, ამ რეზოლუციას და მიხეილ ეს რეზოლუცია მეანიშნებს იმაზე, თუ რა მძიმე მდგომარეობაა ევროპულ ბიუროკრატიაში. პირდაპირ ტყუილები იწერება, წარმოიდგინეთ, ამხელა ქვეყნის პარლამენტის რეზოლუციის პროექტში ტრაგიკული მოვლენა, ტრაგიკული მდგომარეობა, რასაც ხედავთ ჩვენ ევროპულ ბიუროკრატიაში, არ ვიცი იმედი მაქვს, რომ ეს მდგომარეობა მომავალში შეიცვლება. სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის პოლიტიკური შეფასება. ესეც თავისთავად ტრაგიკული მოვლენაა, თქვენ გახსოვთ თავის დროზე ევროკავშირის უკრებლივ ყველა ელჩის დემარში, რომელთაც მივიდნენ ისინი იუსტიციის სამინისტროში. აცხადებდნენ, რომ სააკაშვილს ყავდა ხელისუფლება და ეს შემდეგ, თუმცა ძალიან მალე ყველაფერს მოეფინა ნათელი. ხო, ასეთვე რანგის ტყუილებთან გვაქვს ჩვენ საქმე და კიდევ ერთხელ ეს ყველაფერი მიუთითებს ევროპულ ბიუროკრატიაში არსებულ ტრაგიკულ მდგომარეობას. შაულ პაპაშვილის postan დაკავშირებით სადაც საუბარი არის ევროპას უხებ და მე შაულ პაპაშვილის postan დაკავშირებით ნაცები გონორით ნულაპარაკობთ, მით უმეტეს ნაცები გონორით ნულაპარაკობთ, მით უმეტეს 28 სექტემბერს. შაულ პაპაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით სადაც საუბარი არის შედარებით საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა მოლდოვასთან და საუბარია, რომ საქართველოს არ გაითვალისწინა რეკომენდაციები და ეს შედეგზე აისახება ეკონომიკური მდგომარეობა კი დაბლა. რაც შეეხება ჩვენს ეკონომიკას, ხო, თქვენ ხედავთ, რომ საქართველო არის პირველ ადგილზე ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, ბევრად უსწრებს მრავალ ქვეყანას ევროპის მასშტაბით პირველზეა ზოგადად ევროპის კონტინენტზე და ფართო რეგიონში, რაც არის რა თქმა უნდა ჩვენი სწორი პოლიტიკის დამსახურება, მშვიდობის დამსახურება და სწორი ეკონომიკური პოლიტიკის დამსახურება. იგივე მოლდოვას რაც შეეხება, ჩვენ 11 მილიარდ დოლარზე მეტით გავასწარით, გავზარდეთ სხვაობა მოლდოვის ეკონომიკასთან მხოლოდ ბოლო 4 წლის განმავლობაში. ეს ყველაფერი რაზე მეტყველებს, რომ ჩვენ ქვეყანაში არის კორუფციის დაბალი დონე, არის ეფექტიანი პოლიტიკა, არის გამართული სახელმწიფო სტრუქტურები, განსხვავებით იგივე მოლდოვისგან და სხვა გაინდადი არაერთი გაინდადი ქვეყნისგან, ხო? ეს არის რეალური სურათი. დარჩენი ჩვენ არაერთი პოლიტიკური სპეკულაცია მოგვისმენია ყველა თემასთან დაკავშირებით, მათ შორის ეკონომიკასთან დაკავშირებით, თუმცა სიმართლე არის გამოხატული კონკრეტულ ციფრებში და რიცხვებში. რა მოლოდინი გვაქვს ამერიკის შეერთებული გადატვირთვის ძალიან კარგია, რომ ეს შეხვედრა შედგა. თქვენ იცით რა არის ჩვენი მიზანი ამერიკის შეერთებულ შტატებთან. საშინლად გამოიყურება ეს ყველაფერი, როგორც თქვენ იქცევით. კარგით რა. მნიშვნელოვან თემაზე ვსაუბრობთ. რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს, ჩვენ გვაქვს მართლა სამარცხვინოა, როგორც იქცევით ხა.
ჩვენ გვაქვს კონკრეტული მიზანი და ამოცანა სტრატეგიული პარტნიორობის განახლება სუბთაბურცლიდან, კონკრეტული გზამკვლევით ამერიკის შეერთებულ შტატებთან. იმედი მაქვს, რომ ეს შეხვედრაც ამაში თავის სულს შეიტანს. ჩვენ სრული მზეობა გვაქვს ამისათვის დანარჩენი დავილოდებებით ამერიკელების პოზიციას. კი, როგორ არის ამის ცოტა ხნესი რაც ვიყავი და ხა ეს ერთი და იგივე გიჟური კითხვების დასმა არ შეიძლება. ისტერიკაში ხარ. და კიდევ ერთხელ როცა ხართ ნაცები ასეთი გონორით არ უნდა ლაპარაკობდეთ მით უმეტეს ოკუპაციასთან დაკავშირებით. იმიტომ რომ თქვენი შედეგია თქვენი დამსახურება ის რომ საქართველოს ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული და ასეთი გონორით თქვენს ადგილზე ნაცის ადგილზე მე არ ვისაუბრებდი. თქვენი დამსახურებით დაიკარგა ქვეყნის ტერიტორიების 20% და ნაცი რო ხარ ასეთი გონორით არ უნდა საუბრობდე ოკუპაციას. რუსეთის როლი არ არის ამ როგორ არ არის გასქვი არ არის. და მაშინ რადგან არ ახსენებთ რუსეთს არც თქვენ დღესაც შემიძლია გითხრათ რომ რუსეთს აქვს ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების 20%. მაგრამ ეს მოხდა კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ თქვენი პარტიის დამსახურებით თქვენმა პარტიამ დაიწყო ომი რომლის შემდეგაც მე ხა გესაუბრებით 20%-ის ოკუპაციაზე როდესაც მათ შორის მე ამას მოყვა ეგრეთ წოდებული აღიარება. არა. როცა ნაციონალური მოძრაობა არ იყო სხვათა შორის ხელისუფლება. ომი დაიწყო 2008 წელს, ამას მოყვა შედეგად საბოლოოდ ქვეყნის ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია. ოპოზიციის ომზე არ გესაუბრებით. და რატო არ მისაუბრებით? სოციალიზაცია მისწია გმირთა მემორიალთან ხარ. ჩვენ ხო ვთანხმდებით როგორ დაიწყო. ჩვენ ხო ვიცით როგორ დაიწყო ოპოზიციის ომი. მე თქვენ გეუბნებით ერთ რამეს. როგორ დაიწყო? რუსეთს აქვს ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების 20% და სააკაშვილის ღალატი ვერავითარი შეღავათი ვერ არის რუსეთისთვის. ისევე როგორც რუსული ოკუპაცია ვერავითარი შეღავათი ვერ არის დამაცადეთ არ მოგწონთ პასუხი, მაგრამ გეტყვით ერთ რამეს. კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ სააკაშვილის ღალატი ვერავითარი შეღავათი ვერ არის რუსული ოკუპაციისთვის და პირიქით რუსული ოკუპაცია ვერავითარი შეღავათი ვერ არის თქვენი პარტიის ღალატისთვის. სოხუმის დაცემის დროს. ხელისუფლებაში იყო სააკაშვილი. გესაუბრებოდით ოკუპაციას. გესაუბრებოდით ოკუპაციას. სოხუმის დაცემით, ხო? რაც შეეხება მე ჩვენ იმაზე ხო არ ვსაუბრობთ, რომ რუსეთი ეს მიერ ოკუპირებული არის თუ არ არის ჩვენი ტერიტორიების 20%. არა, როგორ გეგადრებათ. მიხეილ სააკაშვილმა ისაუბრა ყველა ეროვნულ საკითხზე, მათ შორის საქართველოს ტერიტორიების, საქართველოს ახლა სერიოზულად მოიქეცეთ. სერიოზულად მოიქეცეთ რა, არ არის სპეკულაციის საჭირო. არასერიოზულად გამოიყურებით და როცა დასერიოზულდებით მე რეგებასო. ნაციონალური მოძრაობის აკრძალვასთან დაკავშირებით დასერიოზულდით წესიერად მოიქეცით და მე რეგებასო. სპორტსმენი არის ქვეყანაში შემოსული. დღეს იწყება ეს ჩემპიონატი. მათ შორის სპორტსმენები არიან შემოსულები ჩეჩნეთიდანაც. თუ გაქვთ ინფორმაცია, რამდენად არიან ეს ადამიანები გადამოწმებული, ვრცელდება აქტიურად ინფორმაცია, რომ 300-დან 500-მდე ადამიანი ჩამოყვანილი არის ქვეყანაში იმისთვის, რომ საპროტესტო აქციებზე გავიდნენ და მათ შორის დაარბიონ ახალგაზრდები, რომლებიც 4 ოქტომბერს ქუჩაში გამოვლენ. თუ არის გადამოწმებული ვინ არიან ეს ადამიანები? მართლა უნდა დასერიოზულდეთ რა, რაღაცას უნდა დაემსგავსოთ, იმიტომ რომ ასეთი არასერიოზული კითხვების დასმა უბრალოდ არ შეიძლება. რაც შეეხება სპორტულ ტურნირებს, ხო? ყველა სპორტულ ტურნირზე, როცა მასპინძლობს ესა თუ ის ქვეყანა სპორტულ ტურნირებს, მას ევალება მიიღოს უკლებლივ ყველა სპორტსმენი, რომელიც არის დაშვებული შესაბამისი ფედერაციის მიერ. საფრანგეთში, როდესაც ჩატარდა ოლიმპიადაში მონაწილეობდნენ ყველა ქვეყნიდან, მათ შორის რუსეთიდან სპორტსმენები. ჩვენ მაგალითად ასევე ისეთი ქვეყნებიდან გვიწევს სპორტსმენების შემოშვება, რომლებიც არ გვაქვს აღიარებული როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოები, მაგრამ საერთაშორისო სტანდარტები ამას ითვალისწინებს. ხო, დანარჩენი ხა სერიოზული კითხვები დასვით არ შეიძლება ასე. გადამოწმებულები არიან არა, მართლა არასერიოზულია თქვენს მიერ დაგისმული კითხვების შინაარსი. არ შეიძლება ასეთი მართლა არადეკვატური კითხვები დაისვას, როცა ჟურნალისტი ქვიათ. თეატრულ ოკეანის განცხადებასთან დაკავშირებით
დაკავშირებით მინდა გითხოთ ბატონო ირაკლი თეატრულ ოკეანის განცხადებასთან დაკავშირებით მინდა გითხოთ არის დოპინგზე შემოწმებაზე თუ საუბარი ეს არის შესაბამისი ფედერაციის საქმე და რაზე უნდა გადაამოწმო კაცი ყველა მოწდება ზოგადად უსაფრთხოების კუთხით როდესაც საქართველოში შემოდის მაგრამ რაზე მესაუბრებით საერთოდ ნუ სადღაც ხართ რა ბატონო ირაკლი თეატრულ ოკეანის განცხადებასთან დაკავშირებით მინდა გითხოთ შინაგან საქმეთა სამინისტროში რიგების შევცება, სპეცრაზმში რიგების შევცება. ყოლებს ამბობთ. სპეცრაზმი აღარ გამოდის სასარბევად ბატონო ირაკლი. ყოლებს ამბობთ. ნუ საი მართლა უნდა დასერიოზულდეთ. მართლა უნდა დასერიოზულდეთ. ძალიან არასერიოზულად გამოიყურებით. ძალიან არასერიოზულად გამოიყურებით და 27 სექტემბერს მით უმეტეს ეს ძალიან ტრაგიკულად გამოიყურება. თქვენი სახე ძალიან ცუდად გამოიყურება 27 სექტემბერს განსაკუთრებით. ბატონო ირაკლი თეატრულ ოკეანის განცხადებასთან დაკავშირებით მინდა გითხოთ საკონსტიტუციო სასამართლოში აპირებთ რომ მიმართოთ ნაციონალური მოძრაობის აქტივობასთან დაკავშირებით. როდის აპირებთ და აპირებთ თუ არა სხვა პარტიების აქტივობას? ეს მალე ოქტომბერში წესით შევა შესაბამისი სარჩელი ყველა იმ პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადებასთან დაკავშირებით რომელიც მოიაზრება კოლექტიური ნაცმოძრაობის ქვეშ. ეს არის დემოკრატიული პროცესი და ეს სარჩელი აუცილებლად შევა საკონსტიტუციო საარჩევნებასთან დაკავშირებითაც გითხავთ ასევე თქვენ არჩევნების შემზადებით და ოპოზიციური პარტიები ემზადებიან მშვიდობიანი რევოლუციისთვის. რას უნდა ველოდოთ ახლა 4 ოქტომბერს? მშვიდობიანად დაიშლებიან ერთ-ერთი რაც შემიძლია გითხრათ ეს არის თუ ვინმე ხელი წაუსდება კანონის დარღვევაზე მიიღებს ძალიან შესაბამის მკაცრ პასუხს კანონის საფუძველზე. დავასწრებ რა ოკეანის განცხადებაზე გითხეთ. თქვენი სამიზნეების სია დავიწყოთ, ანუ მხოლოდ ნაციონალურ მოძრაობას არა, კოლექტიური ნაცმოძრაობა. რა თქმა უნდა. კოლექტიური ნაცმოძრაობა, ყველა ვინც ერთმანეთთან არის დაკავშირებული, ყველა ვინც მოიაზრება კოლექტიური ნაცმოძრაობის ქვეშ, რადიკალური ოპოზიციის ქვეშ, უცხოური აგენტურის ქვეშ, რა თქმა უნდა, ყველას მიმარჩევა სარჩელი. ყველა. ზედმეტ ახალგაზრდებს თქვენ თუ ხედავთ ამ ქვეყანაში? ბატონო? ზედმეტ ახალგაზრდებს ხედავთ თუ არა? მე მგონია ესეც არასერიოზული ფორმით ასმული შეკითხვა. თქვა ბატონო ირაკლი რომ ზედმეტი ახალგაზრდები საზა შათერიშვილს აქვს თავისი აზრი, ის არ არის ჩვენი პოლიტიკური გუნდის წარმომადგენელი, ეს არის საზა შათერიშვილის დამოუკიდებელი აზრი. თქვენ შეგიძლიათ მას დავუსვათ შეკითხვები. მოაზრით არ მიიჩნევს საზა შათერიშვილს, იმიტომ რომ შეიძლება ძალიან ბევრ რამეში ემთხვეოდეს ჩვენი აზრები და ზოგადად პატივისცემა შემიძლია გამოხატოს საზა შათერიშვილის მიმართ, მაგრამ ჩვენ ვაგებთ პასუხს იმ განცხადებებზე, რომლებსაც ვაკეთებთ ჩვენ. რაც შეეხება კონკრეტული ადამიანების განცხადებებს, მას შეიძლება დავუსვათ კითხვა ამ თემასთან. აქციებთან დაკავშირებითაც მინდა გითხოთ, დღესაც გაიმართება აქცია, მათ შორის ლოზუნგის სოხუმის დაცემის დღე. უწყვეტ პროტესტებს ხედავთ დედაქალაქის მთავარ გამზირზე 304 დღეადგან. რა შედეგის მომტანი შეიძლება იყოს უწყვეტი პროტესტი დღეს? ეს 300 დღე არის იმის დასტური, რომ უცხოური აგენტურა საქართველოში ვერ იქნება წარმატებული, ხო? ხედავთ ხან 50 კაცი, ხან 100, 150 კაცი გამოდის, უცხოური აგენტურა იკრიბება, მაგრამ მათი ეს მცდელობა არ არის წარმატებული, იმიტომ რომ სახელმწიფო დგას მოწოდების სიმაღლეზე, სახელმწიფო ინსტიტუტები არის ძლიერი და რა თქმა უნდა ჩვენ გავაგრძელებთ ასე მოქმედებას. სახელმწიფო დღეს არის ძლიერი, როგორც არასდროს შესაბამისად ვერავით არის უცხოური აგენტურა საქართველოში ვითარების არეულს ვერ შესაძლოა. რეალურად დასრულდა. 50 კაცი ქუჩას რო კეტავს, ეს არ არის პროტესტი. ეს არის თავის მოჭრა იმავე ადამიანების მიერ, რომლებიც იკრიბებიან. ხანდახან 150-ია, ხანდახან 100-ია. ეს არის ხო რეალური მდგომარეობა და ეს არ არის პროტესტი. ეს არის უცხოური აგენტურის მიერ ხელფასიდან გამომდინარე დავალების შესრულება. თუმცა სამწუხაროდ ისინი მოქმედებენ გარე დავალების შესაბამისად. მე არ ვამბობ, რომ ყველა პირდაპირ იღებს გარე დავალებას, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს შეკრება თავიდან ბოლომდე იმართება, შეკრებები იმართება სწორედ გარე დავალებებით და გარე დაფინანსებით. და რეზოლუცია ივანიშვილის მმართველობა ფასდება ავტორიტარულ მმართველობას. და სააკაშვილი ისე გვდება, ეს სერია რეზოლუციაში, რომ სააკაშვილი ისე გვდება და საქართველოს არის ავტორიტარული მმართველობა. თქვენ შეკითხვებზე უფრო მეტად არასერიოზულიც კი არის ის რეზოლუცია, რომელიც საფრანგეთში დაინიციირდა, ეს არის ტრაგიკული. ეს რეზოლუცია არის ტრაგიკული მოვლენა და ბიუროკრატიაში, ევროპულ ბიუროკრატიაში არსებულ ტრაგიკულ მდგომარეობაზე მიუთითებს. მადლობა შეკითხვებისთვის. ნამდვილად არის. ეზინა ივანიშვილის მიმართ მოქმედებს
უკვე 3 წელია მოქმედებს არაფორმალური სანქციები, გაყინული აქვს ანგარიშები, ვერც ერთი ნაბიჯი ვერ გადაადგმევინეს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ, აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ამაზე ვერ იდარდებს ფიძინებაში. რაზეც ბიზნესმენები თვითონ არ ნერვიულობს, თქვენ უინერვიულებთ მის მაგერად ამასთან დაკავშირებით. უსმენთ მედიასთან პრემიერ-მინისტრის კომენტარს და ამ წუთებში ბრიფინგი იწყება შინაგან საქმეთა სამინისტროში, უწყებას პირდაპირ ეთერში ხვდავთ. მოგესალმებით. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისა და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად განსაკუთრებით დიდი ოდენობით 200 კილოგრამი ჰეროინი ამოიღეს. ამოღებული ნარკოტიკული საშუალების ღირებულება ეგრეთ წოდებულ შავ ბაზარზე 50 მილიონს აღემატება. აღნიშნულ ფაქტზე დაკავებულია ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე 1999 წელს დაბადებული მბ. სამართალდამცველების მიერ ბრალდებულის მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომობილიდან, რომელიც დატვირთული იყო თევზის საკვებით, ნანახი დამოღებულია ტვირთში დამალული 8 ტომარა, რომელშიც 200 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი იყო მოთავსებული. მოპოვებული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ აღნიშნული ავტომობილი საქართველოში ირანიდან აზერბაიჯანის გავლით სასაზღვრო გამტარ პუნქტ წითელი ხიდიდან შემოვიდა. ჩვენ ვაგრძელებთ შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს დანაშაულში სავარაუდოდ ჩართული სხვა პირების გამოვლენისა და მათი სისხლის სამართლის პასუხისმგებაში მიცემის მიზნით. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260 მუხლის მესამე ნაწილის A და 262 მუხლის მეოთხე ნაწილის A ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ქართველი სამართალდამცველები ფლობთ ყველა რესურსს აკვეთოთ ქვეყანაში ნარკოტიკების უკანონო შემოტანის მცდელობები და სისხლის სამართლის პასუხისმგებაში მივცეთ ყველა ის პირი, ვინც ნარკოდანაშაულში ჩაერთვება. შესაბამისად შეგვიძლია დავპირდეთ ყველას, ვინც გაბედავს მსგავსი ტიპის დანაშაულის ჩადენას, იქნება ეს ორგანიზებული დანაშაულის ჯგუფის წევრი თუ ცალკეული პირი, ყველა მათგანი კანონის წინაშე სრული სიმკაცრით აგებს პასუხს. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. ეს იყო ბრიფინგი შინაგან საქმეთა სამინისტროში. სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი პატივის მიგების მიზნით საქართველოს სახელმწიფო დროშები დაშვებულია მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე, პრეზიდენტის სასახლეზე, პარლამენტზე, თავდაცვის სამინისტროს შენობასა და რეგიონებში არსებულ ყველა სამხედრო ბაზაზე. შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობებზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე და ქვეყნის ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე. სოხუმის დაცემის დღეს სოციალურ ქსელში ეხმიანებიან საქართველოს პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე და პარტია ქართული ოცნება. შესაბამისი ქარდები Facebook-ის გვერდზე გამოაქვეყნეს. ჩვენ დავიბრუნებთ ერთმანეთს, დაწერა შალვა პაპუაშვილმა. გმირთა მემორიალთან დილიდან იკრიბებიან ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ოჯახის წევრები, ახლობლები და საზოგადოების წარმომადგენლები, რომლებიც 32 წლის წინანდელ მოვლენებს იხსენებენ. აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირება 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. ომი, რომელიც 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით დასრულდა. საბრძოლო მოქმედებების მთელი პერიოდის განმავლობაში სეპარატისტებს დახმარებას უწევდა რუსული სამხედრო ავიაცია, ინსტრუქტორები და სპეცრაზმის ცალკეული ქვედანაყოფები. დაუზუსტებელი მონაცემებით აიღო 10,000-ზე მეტი ქართველი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე. 300,000 ადამიანი კი დევნილად იქცა. დღევანდელი დღე იგივეა. პირველი დღე რო იყო ისეთია. შენობას მოუკიდეს და შარტავა და გაბისკირიასთან დამიხვიდეს ზაზანაგარეში. საქართველოს გმირი ბიჭია, გასწირა თავი, სოხუმს არ დავტოვებ. ჩემი მამუკა. მამუკა ბეინაშვილი, თბილისიდან ავარ ჩვენ, მაგრამ რო გაიგო, რომ თავისი ნაწილი მიდიოდა გამეპარა სახლიდან.
გამოყვანილი მყავდა სახლში, მაგრამ გაიპარა და როდამირეკა ასე მითხრა, რაც უნდა დამღუპო შვილო, რაც წახვედი მეთქი და დედაო, მე არ წავიდე, ის არ წავიდეს, აბა ვიღა უნდა წავიდეს. ღმერთმა დაიფაროს ყველას შვილები, არავის არ გამოაცდეინოს ომი. ეს არის საუკუნე სასჯელი ჩემთვის, სანამ ვიცოცხლებ. წარმოუდგენელია საქართველოს უაფხაზეთოთ და აფხაზეთი უსაქართლოთ. წამს რომ თითოეული დევნილი, დროებით დევნილი და მათ შორის მეც აუცილებლად დავბრუნდები ჩვენ მიწაწყალზე და აფხაზ ძმებთან და დებთან ერთად ჩვენ სამშობლოს შევქმნით უკეთეს მომავალს. საქართველოს პრეზიდენტი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტისა და მისი მეუღლის სახელით გამართულ ვახშამს დაესწრო. ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა და დონალდ და მელანია ტრამპებთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და მისი მეუღლის მელანია ტრამპის სახელით გამართულ ვახშამს დავესწარი. ღონისძიება გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის მონაწილე დელეგაციათა მეთაურების პატივსაცემად გაიმართა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, სან მარინოს საგარეო საქმეთა, პოლიტიკურ საქმეთა, საერთაშორისო ეკონომიკური თანამშრომლობისა და ციფრული ტრანზაციის მინისტრს შეხვდა. ლუკა ბეკარისმა და მაკა ბოჭორიშვილმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის ჩამოყალიბებულ მეგობრულ ურთიერთობებს და აღნიშნეს ორმხრივი თანამშრომლობის პოტენციალის სრულად ათვისების მნიშვნელობა, განსაკუთრებით ვაჭრობის, ეკონომიკის, ტურიზმის, კულტურისა და სხვა სფეროებში. ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე და ხაზი გაისვა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის მნიშვნელობას. მაკა ბოჭორიშვილმა ლუკა ბეკარის მადლობა გადაუხადა საერთაშორისო ორგანიზაციების ფორმატებში სან მარინოს მიერ არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისთვის. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ბოლო 4 წლის განმავლობაში საქართველოს დაუძინებელი მეგობრების სახის სარისკო რჩევებს იღებდა, თუმცა საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვა რეკომენდაციების ბრმად შესრულებაზე და ეროვნულ ინტერესებზე დაყრდნობილი პოლიტიკა გაატარა. შალვა პაპუაშვილი ერთმანეთს ადარებს საქართველოსა და მოლდოვას ეკონომიკების ზრდას და სვამს კითხვას, რატომ არის მოლდოვას ეკონომიკური ზრდა მინუსებში, ხოლო საქართველოსი რეგიონში პირველი. მისივე თქმით, მოლდოვამ დაუჯერა მათ, ვისაც საქართველომ არ დაუჯერა, წერს პირველი კანონმდებელი. ბოლო 4 წლის განმავლობაში საქართველოს იღებდა დაუძინებელი მეგობრობის პოლიტიკური, ეკონომიკური და ინსტიტუციური სახის სარისკო რჩევებს. ქართულმა ხელისუფლებამ უარი თქვა რეკომენდაციების ბრმად შესრულებაზე და ეროვნულ ინტერესებზე დაყრდნობილი პოლიტიკა გაატარა. ქვემოთ მოცემული დიაგრამები ერთმანეთს ადარებს ორი ქვეყნის, საქართველოს და მოლდოვას ეკონომიკების ზრდას, რომელიც ერთ კითხვას წარმოშობს. თუკი მოლდოვას კანდიდატის სტატუსი თვალდახუჭულმა მიანიჭეს, მოლაპარაკება გაუხსნეს, წითელი ხალიჩები დაუფინეს და მილიარდებს დაფირდნენ, მაშინ საქართველოს, რომელსაც კანდიდატის სტატუსი დაამადლეს, მოლაპარაკება არ გაუხსნეს, სატელიტი NGO-ები ქუჩაში დაუყენეს და ძირი უთხარეს, როგორ შეძლო 3 წელიწადში ორი ქვეყნის ეკონომიკებს შორის სხვაობის გასამაგება 4.8 მილიარდი ამერიკული დოლარიდან 15.7 მილიარდ ამერიკულ დოლარამდე. რატომ არის ამ ყველა სიკეთის შემდეგ მოლდოვას ეკონომიკური ზრდა მინუსებში, ხოლო საქართველოში რეგიონში პირველი? პასუხი მარტივია. მოლდოვამ დაუჯერა მათ, ვისაც საქართველომ არ დაუჯერა. საფრანგეთის სენატმა საქართველოს შესახებ მომზადებული კრიტიკული რეზოლუცია განიხილა. დოკუმენტში მთავარ პრობლემებად საქართველოს მთავრობის მიერ ანტიდემოკრატიული ნაბიჯების გადადგმა, რუსული გავლენები, რეპრესიები და ადამიანის უფლებების დარღვევები სახელდება. რეზოლუციის ტექსტში საუბარია პატიმრებაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ამჟამინდელ მდგომარეობაზეც, კერძოდ კი ნათქვამია, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი კვლავ მძიმე და შეუფერებელ პირობებში იმყოფება, რასაც საერთაშორისო ორგანიზაციები გმობენ. ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში კვლავ მძიმე და შეუფერებელ პირობებში რჩება, რასაც საერთაშორისო ორგანიზაციები გმობენ. შინაგან საქმეთა მინისტრმა საზღვარგარეთის ქვეყნებში წარგზავნილ პოლიციის ატაშეებთან ონლაინ შეხვედრა გამართა. საუბარი შეეხობს საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის მნიშვნელობასა და პოლიციის ატაშეების ინსტიტუციური განვითარების საკითხებს. გეკა გელაძემ ხაზი გაუსვა საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის გაღრმავების პროცესში პოლიციის ატაშეების განსაკუთრებულ როლს. მისი თქმით, ატაშეებისა და ადგილობრივი სამართალდამცველების მჭიდრო პარტნიორობით უკვე გახსნილია არაერთი ორგანიზებული დანაშაული და პასუხისგებაში მიცემულია ათეულობით მოქალაქე. შინაგან საქმეთა მინისტრმა პოლიციის ატაშეებს მათ მიერ გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე რონი მესხი და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი დავით კიკნაძე ესწრებოდნენ.
სასაზღვრო პოლიციის უფროსმა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს დელეგაციას უბასპიძლა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. მხარეებმა საქართველოსა და ამერიკას შორის საზღვრის დაცვის სფეროში არსებულ და სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს. სასაზღვრო პოლიციის უფროსმა საელჩოს წარმომადგენლებს უწყების პრიორიტეტული მიმართულებები და სამომავლო გეგმები გააცნო. სასაზღვრო პოლიციის უფროსმა სტუმრებს უწყების შესაძლებლობების განვითარებაში აქტიური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. თბილისში ახალი 18 მეტრიანი ავტობუსები ნომერ 305 მარშრუტზე გავიდა. აქამდე 10 მეტრიანი ავტობუსები მოძრაობდნენ და ეგრეთ წოდებული აფრიკის დასახლებიდან მოსკოვისა და ქეთევან დედოფლის გამზირების გავლით ბარათაშვილის ქუჩამდე გადაადგილდებოდნენ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ არსებული მარშრუტი გაგრძელდა და მგზავრებს ეგრეთ წოდებული აფრიკის დასახლებიდან საბურთალოს მიმართულებით მოემსახურება და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეგრეთ წოდებული მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე დაასრულებს მოძრაობას. აღნიშნულ მარშრუტზე 19 ერთეული ავტობუსი 10 წუთიანი ინტერვალით იმოძრავებს. იმის გათვალისწინებით, რომ მგზავრთნაკადი არის მაღალი აქ აფრიკის დასახლებაში და პლუს იმ გზასავალზე, რასაც ეს მარშრუტი გადის, გადაწყდა, რომ 18 მეტრიანები ჩანაცვლებულიყო. განსხვავება ის არის, რომ 84 ადამიანი გადაყავდა წინა ტრანსპორტს და ამას შეუძლია, რომ 162 ადამიანი გადაიყვანოს. შესაბამისად, საათში გადაყვანილი მგზავრი დაახლოებით თუ გადაყავდა 10 მეტრიან ავტობუსებს 600-მდე მგზავრი, ეს ახალი 18 მეტრიანი ავტობუსები გადაიყვანს 1000 მგზავრს. მარშრუტი გაგრძელდა საბურთალოს მიმართულებით და მოძრაობას დაამთავრებს უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსში. ქართული ოცნების თბილისის საკრებულოს ზემო ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატმა ბექა გელენავმა მამამრჩეველთან წინასაარჩევნო კამპანიის შემაჯამებელი ღონისძიება გამართა. შეხვედრას ესწრებოდნენ დეპუტატები. ღონისძიების ბოლოს სუკა ხუციშვილის კონცერტი გაიმართა. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში გვქონდა შეხვედრები მოსახლეობასთან, ვისმენდით მათ იდეებს, მათ აზრებს, თუ როგორ წარმოედგინათ ქალაქის განვითარება, რა გამოწვევები ჰქონდათ, რა აწუხებდათ მათ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ. ჩემი გუნდი ბიუროს ფარგლებში გააგრძელებს ამ შეხვედრებს, ყოველდღიურ რეჟიმში გვექნება კომუნიკაცია მოსახლეობასთან. საინტერესოა ყოველთვის თითეული შეხვედრა, მოსახლეობა აქტიურად არის ჩართული, მინდა წარმატებები უსურვო ბექა გელენავას ზემო ვაკეში. წესი ერი პლუს ნიჭი ერი გაუმარჯოს ბექა გელენავას. აი ესეთი კაცია რომ ვენდობი თავიდან ბოლომდე. მეც აქ ცხოვრობ საბურთალოზე და რავი ხედავ რომ ყველაფერი წინ მიიწევს და ყველაფერი კარგად იქნება. მოლოდინები მაქვს სიგეთის. საერთოდ ჩვენი ქვეყანა გამწყინდება მაგის მოლოდინი. წარმატებებს უსურვებ ბატონ ბექას, თლიანად ჩვენს ქვეყანას და თავიდან ბოლომდე მათთან ერთად ვარ და გულს შემატკივრობ და წინ კიდევ ბევრი წარმატება იქნება, ეჭვიც არ მეპარება. ქართული ოცნების ნაძალადების მაჟორიტარობის კანდიდატი შალვა მაისურაძე ცოტნე დადიანისა და საყვერის ქუჩებზე მცხოვრებ დევნილებს შეხვდა. თბილისის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატი ადგილობრივი მცხოვრებლების საჭიროებებს გაეცნო და ავარიული შენობების ჩანაცვლების პროგრამის შესახებ ესაუბრა. შალვა მაისურაძემ საარჩევნო შეხვედრა ჯავის ქუჩაზეც გამართა. გავამართეთ ჯამში სამი შეხვედრა, აქედან ორი ლოკაცია იყო დევნილთა ჩასახლებაში, მოვისმინეთ მათი პრობლემები, მათი საჭიროებები, როგორც მოგეხსენებათ ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამა კახა კალაძის მერობის პერიოდში დაინერგა, მისი ინიციატივით ხორციელდება, სრულად მოსახლეობის თანხმობის შემთხვევაში მიიღებს მოსახლეობა ახალ აშენებულ გარემონტებულ საცხოვრებელ ბინებს. ქუთაისში ქართული ოცნების საარჩევნო კამპანია გრძელდება. ავტომშენებლის ქუჩაზე მორიგ მასშტაბურ შეხვედრას წვიმის მიუხედავად ათეულობით ადამიანი ესწრებოდა. მოსახლეობამ მმართველი გუნდის მერობის კანდიდატს დავით ერემეიშვილს ქალაქის განვითარებასთან დაკავშირებით საკუთარი ხედვები გაუზიარა. მათივე თქმით, ქართული ოცნება არის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც მოსახლეობის საჭიროებების გადაწყვეტა შეუძლია. აქტიურად მიმდინარეობს ქუთაისში მოქალაქეებთან შეხვედრა. ერთად გავდივართ იმ საკითხებს, თუ რა უნდათ მათ, ვისი მოთხოვნები აქვს მათ უბანში და ჩვენ ვფიქრდებით, რომ უმოკლეს დროში ყველა ეს პრობლემა აღმოფხული იქნება. ძალიან მოხარულები ვართ, რომ ავტოქარხანაში მოგვეცა იმის შესაძლებლობა, რომ ამდენ ძალიან მაგარ ქუთაისელს შევხვედროდით და რა ვიცი, გრძელდება შეხვედრები. არაერთ უბანში გქონდა უკვე ძალიან მაგარი შეხვედრა, მაგრამ ავტოქარხნის შეხვედრა განსაკუთრებული იყო, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი იყო შეკრებილი. ხმას ვაძლევ დავით ერემეიშვილს. ვიცით, რომ ამ ქალაქისთვის ბევრ ამის გააკეთებს, აკეთებს კიდევაც, სანამ კანდიდატი გახდებოდა.
მუსიკალური შემოდგომა 2025 ახალციხეში კონცერტი ახალციხის ციხეზე გაიმართა. მაყურებლის წინაშე მრავალფეროვანი მუსიკალური ნომრებით წარსდნენ ქართული ესტრადის მომღერლები. ახალციხელებისა და ქალაქის ნომრების განწყობაზე იზრუნეს თემურ თათარაშვილმა, მანანა თოდაძემ, რომარ ცხილაძემ, თაკო გაჩეჩილაძემ, თამთაჭელიძემ, დათუნა სირბილაძემ, მარიკა თხელიძემ, მარიამ მამისმედიშვილმა და ჯგუფმა რეზო და ბავშვები. ახალციხე მუსიკალურ შემოდგომა 2025 კულტურის სამინისტროს ორგანიზებითა და შემოქმედებითი საქართველოს მხარდაჭერით უმასპინძლა. კიდევ ერთი ძალიან კარგი და ლამაზი საღამო გვაჩუქა კულტურის სამინისტრომ. ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი სახის ღონისძიებები, კონცერტები. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალშიც ძალიან ბევრი კარგი საღამო ელოდება ჩვენს ძვირფას ახალციხეს. იმართება კონცერტი მუსიკალური შემოდგომა 2025 მონაწილეობას ღებულობენ საქართველოში გამოჩენილი მომღერლები. მინდა მადლობა გადაუხადო კულტურის სამინისტროს, საქართველოს კულტურის სამინისტროსა და შემოქმედებითი საქართველოს მხარდაჭერით ახალციხის მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი ულამაზესი საღამო გვაჩუქეს. მათზე მე მინდა მადლობა გადაუხადო ორგანიზატორებს. ძალიან ლამაზი და მშვენიერი საღამო იყო. ძალიან მრავალფეროვანი ყველაფერი გაკეთებული, რაც შეიძლება გაკეთებული იყო. ძალიან ბევრი ახალგაზრდა ჩართული ამ ყველაფერში. ჩვენი სიმღერით გავალამაზებთ დღევანდელ ჩვენს მაყურებელს. დიდი მადლობა მინდა კულტურის სამინისტროს გადაუხადო, ასევე შემოქმედებით საქართველოს, რადგან ვაძლევს საშუალებას, რომ ჩავიდეთ რეგიონებში, მოვეფეროთ ჩვენ ქვეყანას და ჩვენ საყვარელ ხალხს. ქართული ოცნების ხარაგაულის მერობის კანდიდატი წინასაარჩევნო შეხვედრების ფარგლებში ახალგაზრდებს შეხვდა. ახლად რეაბილიტირებულ ხარაგაულის ცენტრალურ პარკში გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ადგილობრივ დონეზე გუნდის მთავარი პრიორიტეტი სწორედ ახალგაზრდების ხელშეწყობა იყო და არის. კობა ლურსმანაშვილის თქმით, ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში არაერთ ახალგაზრდას მიეცა განათლების მიღების, განვითარების, დასაქმებისა და ქვეყნის აღმშენებლობაში აქტიურად ჩართვის შანსი. ისაუბრა ხარაგაულის ადგილობრივ თვითმმართველობაში დასაქმებულ ახალგაზრდებზეც. მიმაჩნია, რომ ხარაგაულს ყავს ნიჭიერი, განსაკუთრებული და გამორჩეული ახალგაზრდობა, რომელსაც ვესაუბრი ასევე და გაუზარდე мотивაციები, რომ მაქსიმალურად ჩართულები იყვნენ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, განსაკუთრებით პოლიტიკურად იყვნენ აქტიურები და არ დაუტოვონ ცარიელი ველის სხვებს, ვინაიდან სწორ პოლიტიკას, რომელსაც ატარებს ქართული ოცნება, ჭირდება გამაგრება ქართული ოცნების ახალგაზრდების მხარდაჭერით. ბატონიკობასგან მივიღეთ არაერთი რჩევა. ყოველთვის ვიცოდით, რომ ბატონიკობა იყო ახალგაზრდების ერთგული მხარდამჭერი და გულშემატკივარი და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არჩევნებამდე და არჩევნების მერეც ზუსტად ასე იქნება. იყო ძალიან შინაურული და უშუალო შეხვედრა და გამოითქვა ახალგაზრდებიდანაც თავისი აზრი, რა სურთ და როგორ ხედავენ მომავალში ხარაგაულს. სოხუმის დაცემის დღეს სიმბოლური შეკრებით გაიხსენეს საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ რუხში ქართული ოცნების წევრებმა. მტუმარი აქციაზე სანთლებით დააწერეს მშვიდობით დავიბრუნებთ ერთმანეთს. ზუგდიდის მერობის კანდიდატის განცხადებით აფხაზეთი საქართველოს ისტორიული ნაწილია, კანონზომიერება აღდგება და აფხაზ თანამოქალაქეებთან ერთად ერთიან საქართველოში ვიცხოვრებთ. ჩვენთვის ქართველებისთვის 27 სექტემბერი ყოველთვის იქნება ტრაგიკული დღე, რომელსაც მუდამ გავიხსენებთ. თუმცა გვინდა რომ მშვიდობით ერთმანეთი დავიბრუნოთ. აფხაზეთში მცხოვრები თითოეული მოქალაქე, ეთნიკურად აფხაზი და ქართველი ჩვენ ვართ დები და ძმები. ჩვენი პოლიტიკა მუდამ ემსახურება იმას, რომ ჩვენ მშვიდობიანად ერთმანეთი უნდა დავიბრუნოთ, ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ და როგორც ვიყავით ისტორიულად, აი ეს ძმობა, ის მეგობრობა და ის კავშირები აუცილებლად უნდა აღვადგინოთ. კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის საჭიროებების გაცნობა გრძელდება. მორიგი შეხვედრა თბილისში დირსის საცხოვრებელ კომპლექსში გაიმართა, სადაც აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე, აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან და ქართული ოცნების ისნის მაჟორიტარობის კანდიდატთან ერთად იმყოფებოდა. ისინი არსებულ ვითარებას გაეცნენ და კომპეტენციის ფარგლებში პრობლემის მოგვარებას დაჰყვირდნენ. უსმინეთ მათ პრობლემებს, არის გარკვეული ტიპის საყოფაცხოვრებო საკითხები, რომელიც საჭიროებს მოგვარებას. რა თქმა უნდა, გვინდა რომ ჩვენი დევნილები იყვნენ ღირსეულ და კეთილმოწყობილ პირობებში და ამას აუცილებლად მივაღწევთ. მთავრობას აქვს რამდენიმე კარგი წამოწყება და ინიციატივა, რომლის განხორციელებასაც წლის ბოლომდე აპირებს. ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები არიან ჩართულები აქტიურად პრობლემების გადაჭრაში. ასე რომ მოსახლეობასთან ახლო კომუნიკაციის შედეგად დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ის პრობლემა, რომელიც აქ არის, უახლოეს ხანებში გადაიჭრება. ჩვენ გვჯერამათი, იმედი მაქვს, რომ არ გაგვიცრუებენ იმედს და ყველა იმ დანაპირებს, რაც დღეს აქ ითქვა ჩვენს წინაშე, ყველა პირობა შესრულდება.
მომავალი თაობის აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ვანის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილი პედაგოგები განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილედ მადლობის სიგელებით დააჯილდოვა, მასწავლებლებს სიმბოლური საჩუქრების გადაიცეთ. მინისტრის ინიციატივით ღვაწლმოსილ პედაგოგთა დაჯილდოება ყველა რეგიონში 10 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება. Ქონდა შესაძლებლობა კიდევ ერთხელ მადლობა გადაგვეხადა იმ ღვაწლმოსილი მასწავლებლებისთვის, რომელთაც თავისი შრომით, თავისი გარჯით, თავის მუხჩაუხრელი შრომით უდიდესი წვლილი შეიტანეს ჩვენი მომავალი თაობების აღზრდა განათლებაში. პირადად ჩემთვის მასწავლებლის ჯილდო ძალიან საპატიო და სანუკვარია. ეს მოტივაციას უზრდის მასწავლებლებს. დაუწყოთის ახალი ამბები ამერიკის უზენაესმე სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას უცხოური დახმარებისთვის კონგრესის მიერ გამოყოფილი 4 მილიარდი დოლარის გაყინვის ნებართვა დართო. სასამართლოს 3 ლიბერალი მოსამართლე ელენა კაგანი, სონია სოტომაიორი და კეტანჯი ბრაუნ ჯექსონი გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა. ცნობისთვის ტრამპის ადმინისტრაციას წარმომადგენლებმა უზენაეს სასამართლოს მას შემდეგ მიმართეს, რაც 5 სექტემბერს ვაშინგტონის სააპელაციო სასამართლომ უარი თქვა დააკმაყოფილებინა ხელისუფლების მოთხოვნა და ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება არ გააუქმა. ამ გადაწყვეტილების თანახმად ტრამპის ადმინისტრაციას 30 სექტემბრამდე უნდა დაეხარჯა მინიმუმ 4 მილიარდი დოლარი, რომლის გამოყოფასაც კონგრესი ადრე უკვე დათანხმდა უცხოური დახმარების სახით. მოლდოვაში არჩევნებში მონაწილეობა კიდევ ერთ ოპოზიციურ პარტიას აუკრძალეს. ამჯერად ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ რეგისტრაცია დიად მოლდოვას გაუქმა. მანამდე გაირკვა, რომ ცესკოს გადაწყვეტილებით არჩევნებში მონაწილეობას პარტია მოლდოვის გული ვეღარ მიიღებს. პარტია გადაწყვეტილებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს და მის გასაჩივრებას აპირებს. საპარლამენტო არჩევნები მოლდოვაში ხვალ გაიმართება. ასეთი იყო ახალი ამბები ამ დროისთვის. ქრონიკა ეთერში დაბრუნდება 14 საათზე. დროებით.